ლევან ჯანგველაძე შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა წუთი-წუთზე დაიწყება. მოსამართლე გელაშვილი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს და დღეს სასამართლოს ხდომათა დარბაზში უძილაურის წინააღმდეგ მოყვანილი იქნება 11 მოწვე, მათ შორის არიან გამომძიებლები, რომლებმაც ამოიცნეს გელა უძილაური, არიან ასევე პირები, რომლებიც პროკურორის განმარტებით დაადასტურებენ იმას, რომ გელა უძილაურმა მკვლელობა ანგარებით ჩაიდინა და ასევე არის მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობარი პირი, რომელიც მკვლელობის მომენტში იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძესთან ერთად და ბუნებრივია ყველა ის ჩვენება, რომელსაც დღეს მოწმეები სასამართლოს მისცემენ ბრალდების მხარის მტკიცებით არის მნიშვნელოვანი საქმის გამოძიებისთვის, ბრალდების დადასტურებისთვის გელა უძილაურის წინააღმდეგ. ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება, არის ის, რომ ამ დრომდე ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც არაერთხელ არის უკვე ოფიციალურად მოხსენებული საქმეში, როგორც სავარაუდო შემკვეთი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამოკითხული არ არის. ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით კითხვები ამ დრომდე ბრალდების მხარეს არ გასჩენია. ყოველ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ დროისთვის არის ჩატარებული, ადასტურებს იმას, რომ ოთარ ფარცხალაძით არ დაინტერესებულა გამოძიება. ჩვენ დღეს ბუნებრივია დავსვით კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა როლი ჰქონდა შეკვეთილი მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძეს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით და ასევე ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძეს სავარაუდოდ მოპარული იარაღების შესახებ, რომელიც სანდრო წივწივაძისგან აღმოჩნდა ძმეფი მიქაძეების ხელში. რა პასუხი გაგვცა პროკურორმა, შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. აღნიშნულ საქმეში მოწმეები ადასტურებენ როგორც ერთის მის უშუალო მონაწილეობას მკვლელობასთან დაკავშირებით, ასევე ადასტურებენ მის მიერ ანგარებით და შეკვეთით ჩადენილ მკვლელობას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხება მათ შორის გარდაცვლილის მეგობარი, ვინც ახლდა მკვლელობის დროს გარდაცვლილს და ასევე სხვადასხვა მოწმეები, რომლებიც მათ შორის ნაწილმა ამოიცნო გელა უძილაური და ასევე გამომძიებლებმა, რომლებიც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებული მოწმე არის დეტალურად გამოკითხული, მას მოაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, რომის ირგვლივაც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ მიხეილ ბერძენიშვილს დაიკითხება სასამართლო პროცესი. ოთარ ფარცხალაძის ნაწილზე არ პასუხი ინდივიდუალურად რა საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს ბრალდების მხარე, იმიტომ რომ გამოკითხვაც არის საგამოძიებო მოქმედება. ეს არის გამოძიების მსვლელობის პარალელურად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით პასუხს. ოთარ ფარცხალაძეს ჰქონდა თუ არა ინფორმაცია მიქაძეებმა როგორ ჩაიდეს ხელში სანდრო წივწივაძისგან ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქტიურად მიდის საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება ინდივიდუალ თქვენს მიერ დასახელებულ მოწმეს, ის გამოკითხულია, მისი სურვილი იყო, რომ გამოძიებისთვის მიეწოდა ინფორმაცია, ვისაც სურვილი აქვს, რომ გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია, გამოძიება ვერ შეუშლის ხელს. რაც შეეხება შეფასებას, რამდენად სანდო ჩვენება, არ არის სანდო, სხვა მტკიცებულებებთან კონტექსტში როგორ მოდის, ამას უკვე ბრალდების მხარე შეაფასებს და მიიღებს შემაჯამებელი გაწოდებას. ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ქილერს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის რამდენიმე თვეა უკვე პატიმრობაშია, თუმცა ამ დრომდე დუმილი არ დაურღვევია. მთავარ კითხვად რჩება, როდის აპირებს გელა უძილაური ალაპარაკებას, ან აპირებს თუ არა, რომ ჩვენება მისცეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა სახელები და გვარები შეიძლება უკვე არის გაჟღერებული საქმეში, თუმცა ამ დრომდე გამოძიება მათით არ დაინტერესებულა.